კვირიერი 6 საათზე აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მიხეილ სააკაშვილი 15 ნოემბრის აქციას ეხმაურება. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ქვეყნის გადარჩენისთვის გამართული აქცია და მასში მონაწილეობა აუცილებელია. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა. მე მახსენდება, რომ 2008 წლის 1 სექტემბერს მილიონმა ქართველმა ჩაკეტა ერთმანეთს ხელი და ჯაჭვდა ჯაჭვში. მაშინ პუტინი არ აპირებდა საქართველოს დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიიდან გაყვანას. თქვენ გახსოვთ, თითქმის 9 საათი საქართველო ჰქონდა ოკუპირებული. და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან გაიყვანა ჯარი, ჩემი აზრით, იყო ის, რომ საქართველოში ვერ იპოვა მეხუთე კოლონა და მილიონი ქართველი ჩადგა ჯაჭვში და მიხვდა, რომ იმ ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში ამ ორი ჩვენი ძირძველი მიწის იქით, მას იმ მომენტში უკვე აღარ დაეთქვამებოდა. ამიტომ დღეს მას აქვს სხვა შთაბეჭდილება და მსოფლიოსაც აქვს სხვა შთაბეჭდილება. დღეს როგორც არასდროს ძლიერია მეხუთე კოლონა, 2008-ში მეხუთე კოლონა არ იყო. დღეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ზათ არიან, რომ მას უცეკონ და უმღერონ. მან ნუღაიძელთან შეხვედრის შემდეგ თავის უშიშროების საბჭოზე პუტინმა თქვა, რომ ქართველებს დიდხანს კონცენტრირება არაფერში არ შეუძლია, კროიმ პიესინე პლასაკ, როგორც მან თქვა, და ეს არის მისი წარმოდგენა. დღეს მას გონია, რომ საქართველოს დაკარგული აქვს იმუნიტეტი სახელმწიფოების საბოლოო და ეს არის ძალიან რადვი ლუკმა. აი ამ ილუზიის გასაფართად დამხობლის. ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ, ჩემი აზრით, ამოიღოს ხმა. თქვენ იცით, რომ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ აკრძალა აღლუმები, სამხედრო აღლუმები. ზუსტად ისე როგორც იანუკოვიჩმა აკრძალა უკრაინაში აღლუმები. ჯერ ბურჯანაძემ ცადა რუსეთის დავალებით გრუზ დაფინანსებული აქციით 26 მაისის ჩაშლა აღლუმის 2011 წელს. შემდეგ მოვიდა ახალი მთავრობა, რომელიც ეს დააკანონა აღლუმის ჩაშლა. ამგვარად ეს არის ჩემთვის ღირსების აღლუმი, იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძეს რომ გაეკო, რომ ქართული ფორმით გამოსვლა რუსთაველს სამარცხვინო იქნებოდა ქართული მთავრობისთვის, მე მგონი მართლა მეორედ მოიკლავდა თავს. და ეს არის მართლა არასწორი. ამიტომ იქ როცა მთავრობა ვეღარ ასრულებს ფუნქციას, ჩემი აზრით, უნდა გასაერთო საზოგადოება. თუმცა ამავე დროს ეს არ არის რომელიმე პარტიის აქცია. საქართველოს მთავრობას რო დაიკერგა ეს აქცია, მე ვიქნებოდი პირველი, რომელიც მოუწოდებდა ყველა იმ ადამიანს, ვის არის ჩემი სიტყვა დაეჯერება, რომ მიერთებოდა საქართველოს მთავრობის ასეთივე აქციას, სადაც იქნებოდა საქართველოს არჩევის დემონსტრაცია. აქვს სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის ისინი, რომელსაც სულაც გულზე არ ხვდებათ ნაციონალურ მოძრაობა. რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობა ერთ-ერთი ინიციატორია, მაგრამ ეს ეხლა ამ შემთხვევაში მიასე ხარისხოვანი, იმიტომ რომ აქედან არც არჩევნებია ხვალ და არც სხვა რაღაცა, მაგრამ საქართველოს ბედი წყდება დღეს ხვალ და აი ამ დღეებში და ამ წუთებში. ეს არის რაც ყველამ უნდა გავიაზროთ. როდესაც ევროპაზე აცხადებს საქართველოს დღევანდელი მთავრობა, ეს უკვე ის შემთხვევაც აღარ არის, რომ ფიცი მწავს და ბოლო მაყურებს. ბოლო აღარავის აღარ აყურებს და ფიცის უკვე დიდი ხანი აღარავის აღარ ჭერა. ჩვენ პრაქტიკულად აღარ დაგვჭა დასავლეთში თითქმის არც ერთ ჩვენი მეგობარი, რომელიც არ გალანძღა საქართველოს მთავრობა. მინისტრები, ჩვენი მეკომაგები, სენატორები, კონგრესმენები, უწოდეს მეკთავეები, სააკაშვილის აგენტები და ამ ხალხთან უნდა მივიდეთ, ხო? ამ ხალხთან მისასვლელი პირობა ხო? ეს ხო სააკაშვილის თემა არ არის. ეს არის საქართველოს გადარჩენის საკითხი. დღეს რა სიტუაცია შეიქმნა ჩვენთან? საქართველოს სახელმწიფო იმუნიტეტის სისტემა რას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარი უკვდება ქვეყანას, უმცირდება. როდესაც აგებ ჩამოვიდა რუსულმა, ჩვენ ხო ადრე ტელევიზია პიკი. პირველი რაც გააკეთა მთავრობა 2012 წელს დახურა ტელევიზია პიკი. და რომელიც მაუწყებდა რუსულ ენაზე რუსულენოვანი აუდიტორიისთვის და საქართველოს დაცვის წინაზღუდე იყო. ეხლა რა მოხდა? ეხლა ჩამოვიდა საქართველოს დაუძინებელი მტრის შემადგენლობა კისილოვის, რომელიც ყველა პროგრამა აკრძალულია მაგალითად უკრაინაში და საქართველოს ასეთი ოკუპირებულია, ხო? ეს არის ის ადამიანი, რომელიც აჩვენებდა რუსულ თვითმფრინავს, რომელიც ბომბავდა ცხინვალს და აუმობდა, რომ ეს არის ქართული თვითმფრინავები. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ქართულ დახოცილ ბავშვებს აჩვენებდა, იძახოდა, რომ ეს არის რუსი ბავშვები და ცხინვალში იქ სეპარატისტების ოჯახის წევრები. ამავე დღეებში იუსტიციის სამინისტრო გამოაცხადა, Forbes-ი აღარ გვინდაო ამერიკული გამოცემა. იმიტომ რომ კრიტიკული მასალები გამოიბეჭდა. და ამავე წუთში ამავე მთავრობამ, იმავე სამინისტროებმა გასცეს ნებართვა FM სიხშირეებზე საქართველოს შხამის გავრცელების საქართველოს წინააღმდეგ საქართველოსვე სიხშირეებზე. გამოდის ივანიშვილი და იძახის, რომ საქართველოს არ აქვს ტყვია წამალი. გამახსნა მარკოიშვილის რაზმელები, რომელიც დარბოდა და ყველას ეუბნება, ხალხო არ გაყვეთ ერეკლეს. მახსოვს ის უცხოელი ვაჭრები, რომელიც ეუბნება ერეკლეს ზარბაზნები არა აქვს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას გადაარქვეს სახელი. ბერი გაბრიელი ძალიან საპატივცემულო სულიერი ლიდერი იყო საქართველოში. რატო აპირისპირებთ ერთმანეთს სულიერ და ეროვნულ მოღვაწეებს? რა დროს ეგ არის? რა დროს ერის გათიშვა? საქართველოს ევროპული არჩევანი ეჭქვეშ დადგა არა ახლა. საქართველოს არჩევანი
ძალიან დიდი დარყვის ქვეშ აღმოჩნდა და ეჭვქვეშ დადგა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როცა ივანიშვილი მოთხუებით, პროვოკაციებით, დადგმული კადრებით, 1000 გვარი შეუსრულებელი დაპირებებით, გრუს მოწყობილი სხვადასხვა ხრიკებით და პუტინის მოცემული ფულით 2 მილიარდით მოვიდა საქართველოს სათავეში. ერთადერთი შანსი საქართველოს გადარჩენის არის, რომ ის იყოს პრობლემა დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობების. ამ გაპრობლემის გარეშე რა გვაქვს შანსი? ეხლა ვიყავი სახალხო პარტიის სამეზე ბრიუსელში, მერკელს ველაპარაკე აფხაზეთის დღეებში და პირველად გაიგო ჩემგან და ეს მერკელის ბრალი ნამდვილად არ არის. ხაი აგაისში არ დაუწერი არავის და წელი არ გაუხსნელი და საიდან უნდა გაიგო? პირველად გაიგო რომ აფხაზეთში ხდება უკვე ღია და დაუფარავი ანექსია. ამ დღეებში CNN-ს მიცავ ინტერვიუ საქართველოს მთავრობის ფორმალურ ხელმძღვანელმა და თქვა არა მხოლოდ არ ახსენა აფხაზეთი. რუსეთი შეაფქო და თქვა რომ რუსეთი ძალიან კარგ ატარებს პოლიტიკას ჩვენ სამეზობლოში და ხება თემა კონკრეტული ახლა ხო? ჩვენ ვიგებთ სომხეთიდან უნდა ვიგებდეთ ჩვენ რომ აფხაზეთის რკინიგზა იხსნება. სომხეთის მთავრობამ ამასინად წამოწდა კი არა თქვა ეს. ხდება გზა. ეს გზა გუშინ წინარაშენებოდა წინა კვირაში, როცა თქვეს ეს გზა შენდება რამდენიმე თვეა უკვე. რუსეთი ხარჯავს $3 მილიარდ სამხედრო გზაზე დაღესტნიდან. რომელიმეს გჯერათ სერიოზულად, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე პუტინი ეგეთი სულელია, რომ 3 მილიარდი, ახლა მაინდა-მაინც რუსეთს აწვდიან 3 მილიარდი, ფულია ძალიან დიდი. კრიზისი აქვს ახლა. აი ესე გაისროლა დღე და ღამე აშენებს იმის გარანტიის გარეშე, რომ ამათ დაპირება აქვს მიცემული, ჩვენ ნაწილს ააშენებენ ამ გზის. ესე იგი, საქართველოს ხალხის ზურგს უკან სრულიად ნათლად დღისით ხდება გარიგებები.